სახელმწიფო უწყებებში დარიგებული პრემიები არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში კიდევ ერთხელ ხვდება. IDFI-ის პრეტენზიები ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ აქვს. კვლევა 2013 წელს მოიცავს. უწყებიდან ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით 3 წლის წინ სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე 7 მილიონამდე ლარის ოდენობის პრემია დარიგდა. მათ შორის არიან მინისტრის მოადგილეებიც. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დეპუტატების ერთი ნაწილი საპრემიერო სისტემის გადახედვას კიდევ ერთხელ მოითხოვს. 7 მილიონამდე ლარის ოდენობის პრემიის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 წლის დაგვიანებით გაასაჯაროვა. საქმე ეხება 2013 წელს უწყების მაღალ ჩინოსნებზე გაცემულ პრემიებს, რომლის შესახებაც ინფორმაციას IDFI ჯერ კიდევ 2014 წლიდან ითხოვდა. საჯარო ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციამ 3 ინსტანციაში შეახსენა. საბოლოოდ კი პრემიების შესახებ მონაცემები მხოლოდ გუშინ მიიღეს, თუმცა არასრულად. პრემიებისა და არ ვიცი სხვა შეიძლება დანამატების გაცემას ჰქონდა იქ ადგილი და ამიტომაც ამ ინფორმაციას არ გვაძლევდნენ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ნოემბერ-დეკემბერში კიდევ უფრო დიდი თანხების გაცემა მოხდა. IDFI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სულ 2013 წლის პირველ 10 თვეში უწყების მაღალ ჩინოსნებზე გაცემულმა პრემიებმა 6,999,892 ლარი შეადგინა. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი დანამატებზე და აგრეთვე ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებზე გაცემული პრემიები 501,250,000. ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებზე გაცემული პრემიები 317,250,000. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორზე და მის მოადგილეებზე გაცემული პრემიები 144,675,000 ლარი. სპეციალურ და საგანგებო ღონისძიების ცენტრის დეპარტამენტის დირექტორზე გაცემული პრემია 200,500. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორები და მოადგილეები 119,800. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. შესაბამისად უცნობია თუ რა მიზეზით განაწილდა თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის, მოგვიანებით კი ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მოხვდნენ ის მაღალჩინოსნების, რომლებსაც დღემდე სამთავრობო გუნდში საპასუხისმგებლო თანამდებობები აბარიათ. მაგალითად ლევან იზორია, ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და სხვები. კიდევ ერთი დარღვევა, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, ისაა, რომ მაღალჩინოსნებს ქონებრივ დეკლარაციებში არასწორი ინფორმაცია აქვთ მითითებული, რაც მნიშვნელოვნად ცდება მათ რეალურ შემოსავალს. ერთი ეს არის, როდესაც დეკლარაციის შევსება ხდება არასწორად, თუ კი ეს განზრახ არასწორად ხდება ცხადი, ამ შემთხვევაში საპასუხისმგებლობის შემოდის მათ შორის დახჭადიქმედება, რომელიც შეიძლება იყოს ერთი და მეორე, ამ კონკრეტულმა პირებმა თავად აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ზუსტად თავად ბატონმა ვახტანგმა აღმოაჩინა და შესაბამისი წერილით მიმართეს საჯარო სამსახურს ამ უზუსტობის ჩასწორება. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული წერილი ინახება საჯარო ინფორმაციის სამსახურის ბიუროს არქივში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ის წერილი გამოითხოვოს. შინაგან საქმეთა სამინისტროში 2013 წელს გაცემულ პრემიებსა და IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებები დღეს დეპუტატებმაც გააკეთეს. რა თქმა უნდა, ის რომ აიგზავნოს პრემიები, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ცხადია, რომ მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს და მე მგონი ეს პრაქტიკა უკვე დავასრულეთ. ეს 2013 წლის მონაცემებია. 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მთლიანად მაღალი თანამდებობის პირების პრემიებზე და დანამატებზე გაცემული არის 67 მილიონზე მეტი. საჯარო დაწესებულებებში პრემიების ოდენობის განსაზღვრის წესი მთავრობამ 2014 წელს მიიღო, თუმცა არასამთავრობო სექტორში არსებული მოდელის ხარვეზებზე საუბრობენ.